ყოველთვის ყველა ხელისუფლებაში მყოფ ძალას ბიზნესები უფრო მეტად აფინანსებენ ვიდრე ოპოზიციაში მყოფ პოლიტიკურ პარტიებს, ხო? ამ შემთხვევაში ბიზნესებს აქვთ, რა თქმა უნდა, ის დავალება პირდაპირ ვთქვათ, რომ რეკლამა არ მიიტანონ ოპოზიციურად განწყობილ სახელმწიფო ოპოზიციურად განწყობილ არხებში, ხო? განსაკუთრებით კიდევ უფრო რთულდება რეგიონში არსებული მედიის მდგომარეობა, როდესაც შემოსავლები ისედაც არ არის ხოლმე იგივე სარეკლამო შემოსავლები საკმარისი და ამ შემთხვევაში უკვე თუკი ჩარევა ხდება ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლით, რომ ამა თუ იმ ტელეკომპანიაში არ შევიდეს რეკლამა, ეს კიდევ უფრო ართულებს ამ ტელევიზიის მდგომარეობას. რაც შეეხება ახლა ინკასოს, რომელიც არის კიდევ ერთი დამატებითი მექანიზმი და საკმაოდ ეფექტური მექანიზმი იმისა, რომ გააჩერონ ესა თუ ის არა მხოლოდ მაუწყებლობა, ნებისმიერი ბიზნესი შეუძლია გააჩეროს ხელისუფლებას და რა თქმა უნდა ამ მექანიზმს იყენებს იმ ბიზნესებისათვის და ამ შემთხვევაში უგულისხმობ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მისთვის მიუღებელი არის და ეს ცალსახა და აშკარა არის, რომ ამ მექანიზმს იყენებს შერჩევითად სწორედ იმ მედია საშუალებებისათვის, რომლებიც მისთვის არის მიუღებელი. სხვაგვარი ახსნა არ არსებობს იმისა, თუ რატომ მაგალითად არ ედება იგივე ინკასო ხელისუფლების, ასე ვთქვათ, სახელმწიფო მედია საშუალებებს, რომლებსაც მართლაც გაცილებით დიდი დავალიანება აქვს ბიუჯეტის მიმართ და უფრო მეტი ინტერესი ბიუჯეტისა მათ მიმართ უნდა იყოს მიმართული და რატომ ხდება, რომ დაუყოვნებლივ, ასე ვთქვათ, პატარა დავალიანებაზეც კი კრიტიკულად განწყობილ ტელეკომპანიას ედებათ ეს ინკასოები. სამართლებრივ სახელმწიფოში ზოგადად აქვს სახელმწიფოს ხელისუფლებას ამისი საშუალება და უფლებაც, რა თქმა უნდა, რომ დავალიანება ამოიღოს ნებისმიერი ბიზნესისაგან, ხო? თუმცა ეს არ უნდა ხდებოდეს შერჩევითად. თუ კი მაგალითად აქვს ხელისუფლებას ნება იმისა, რომ დიახ, დავალიანება გაქვს ბიუჯეტის წინაშე და შენ უნდა დაფარო ეს დავალიანება, მაშინ ყველას მიმართ თანასწორად უნდა გაავრცელოს ეს თავისი უფლებამოსილების გამოყენება და განხორციელება და არ უნდა გააკეთოს ისე, რომ მაგალითად ერთ-ერთი ტელეკომპანია საერთოდ არ შეეხოს და არასოდეს არ მოსთხოვოს ამ დავალიანების გადახდა და მეორე ტელეკომპანიას არც კი მისცეს იმის საშუალება მაგალითად, რომ ნაწილ-ნაწილ მაინც გადაიკეთოს ეს დავალიანება. ეს მინდა ლექსო კანონი ითვალისწინებს იმას, რომ შეუწყოს ბიზნეს ხელი ამ შემთხვევაში მედია ორგანიზაციებს, რომ ის იყოს გადახდის უნარიანი, ხომ? თრიალეთის მაგალითზეც არ არიდებს თავს, ხომ? ხო, ნახეთ, მხოლოდ ზოგადად საგადასახადო სისტემაც უნდა იყოს მაქსიმალურად ზოგადად რო ვისაუბროთ, ანუ მაქსიმალურად უნდა იყოს მორგებული ბიზნესი, ანუ საგადასახადო სისტემამ უნდა უზრუნველყოს კი ბატონო გადასახადების ეფექტურად ამოღება, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს მექანიზმი ბიზნეს საქმიანობების შეწყვეტისა, ანუ პირიქით სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა უწყობდეს ხელს ბიზნესს, რომ მან იფუნქციონიროს როგორც მინიმუმ და შემდეგ უკვე განვითარდეს კიდევაც. მხოლოდ ამ გზით თუ შევძლებთ იმას, რომ ქვეყანა გარკვეულწილად ეკონომიკურად წინ წავიდეს. თუ კი ჩვენ ყველა ბიზნესთან შევავთ, ყველა ბიზნესს დავხურავთ, დავაჯარიმებთ, ინკასოებს დავადებთ, ვეღარავინ ვეღარ ემუშავებს. ქვეყანაში ეკონომიკა აღარ ემუშავებს და დაგვემხობა, ხო, თავზე ეს ეკონომიკა და ამ შემთხვევაში მარტო ბიზნესთან დაკავშირებული საკითხები არ არის, როცა უკვე მედია საშუალებებს ეხება. საქმე აქ არის უკვე გამოხატვის თავისუფლებასთან მიდის, ანუ მეორე ერთ-ერთი უდიდესი, ასე ვთქვათ, ფაქტორი არის გამოხატვის თავისუფლება, რომელსაც ურტყამს ამ შემთხვევაში ხელისუფლება. ხო, აქ პირველ პლანზე მე თუ მკითხავთ არა ბიზნეს ინტერესები, არამედ გამოხატვის თავისუფლება გამოდის და ტელეკომპანია თრიალეთს მაგალითად მოდი ესე ვთქვათ ურტყამენ და ებრძვიან იმის გამო, რომ მას დავალიანება აქვს ბიუჯეტის მიმართ და უნდა გადაიხადოს ეს დავალიანება. რა თქმა უნდა გადაიხადოს ეს დავალიანება, არამედ ებრძვიან იმის გამო, რომ ის გამოხატავს ხელისუფლების საწინააღმდეგო პოზიციას და აფიქსირებს რა ხდება და რა მდგომარეობა არის შექმნილი ზოგადად რეგიონში. სწორედ ამის გამო ხდება ის, რომ არაძლევენ საშუალებას ტელეკომპანიას, რომ თუნდაც ნაწილ-ნაწილ, ანუ შეძლოს თვითგადარჩენა, საქმიანობის გაგრძელება და თუნდაც ნაწილ-ნაწილ მოახდინოს ამ თანხების ბიუჯეტის სასარგებლო